მოგესალმებით, დღეს ჩვენი თემაა cloud ინფრასტრუქტურა. 2000-იან წლებში ვებგვერდი რო შეგვექმნა, საჭირო იყო ეს ვებგვერდი უნდა განთავსებულიყო მოკლედ რაღაც სივრცეში. ამ სივრცეს ერქვა ჰოსტინგი. ამისთვის საჭირო იყო შეგვეძინა სერვერი, რომელიც საკმაოდ ძვირიღებდა, დაგვაინსტალირებინა გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფა, Linux-ი, PHP მაგალითად, web server-ი და ასე შემდეგ. და ეს ჩვენი ვებგვერდი განგვეთავსებინა ამ სერვერზე. თუმცა ეს სერვერი სადღაც უნდა მდგარიყო, რომ ქონოდა გამოყოფილი IP მისამართი და აქედან დახოსტილიყო ეს ვებგვერდი გლობალურ ვებზე. ესეთი ადგილი იყო მაშინ კავკასუსი. ყველა სერვერები მიქონდათ კავკასუსში, დაალაგებდნენ ამ სერვერებს და შესაბამისად ყოველ თვე უნდა გადაგეხადა ამ სერვერის მომსახურების გადასახადი. გავიდა დრო და რა თქმა უნდა, ხალხი ამით დაიღალა. ამიტომ ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მოდი თქვა ესეთი რაღაცას გავაკეთებო. ამ სერვერებს დავალაგებო და ყველა კლიენტს გარკვეულ ნაწილს მივცემ ამ სერვერებისგან. ზუსტად აქედან გაჩნდა სახელი shared hosting. აქ უკვე შეგეძლო ვირტუალურად შესულიყავი, არსებობდა ესეთი cPanel-ი, შედიოდი, ტვირთავდი შენს ვებგვერდს და შესაბამისად შენი ვებგვერდი უკვე ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის. რა თქმა უნდა, shared hosting-მა გაამარტივა ეს ყველაფერი და უკვე დრო და დრო shared hosting-ს ემატებოდა რაღაც სერვისები, მაგალითად MySQL-ის მონაცემთა ბაზა, მერე დაემატა Postgres მონაცემთა ბაზა, დაემატა Python-ის ვებგვერდების ატვირთვა, თავიდან თორსზე მარტო PHP იყო. მერე დაემატა სხვადასხვა ენები, shared hosting-ში შეიძლებოდა უკვე Java-ს ვებგვერდების ატვირთვა. თუმცა მაინც დრო და დრო ხალხი ხვდებოდა რომ რაღაც აკლდა. shared hosting-ში მახსოვს იყო dedicated server-ის მომსახურება. ანუ უკვე გაზიარებული hosting-ი კი არ ქონდა, შენი სერვერი გეძლეოდა, თავისი ყველაფერი IP მისამართები და უკვე როგორც კიდე ისე მართავდი. მაგრამ მაინც რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. უკვე საჭიროება გახდა ძალიან მარტივად ერთი დაკლიკებით აგვეწყო დიდი და კომპლექსური ინფრასტრუქტურები. ანუ დეველოპერებს და DevOps-ებს უკვე საშუალება უნდა მისცემოდათ, რომ არა უბრალოდ ვებგვერდი აეტვირთათ, არამედ სერვისები განეთავსებინათ ამ ჰოსტინგზე, რასაც უკვე shared hosting-ი ვეღარ აკმაყოფილებდა. ზუსტად აქ ბაზარზე გამოჩნდა ძალიან ცნობილი კომპანია Amazon-ი და მისი გამოყოფილი სერვისი AWS-ი. დიახ, AWS იყო პირველი cloud ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოჩნდა ბაზარზე. ალბათ იმიტომაც არის დღეს ყველაზე პოპულარული. AWS-მა შესთავაზა ყველა მსხვილ კომპანიას თავისი ინფრასტრუქტურა, სადაც ამ კომპანიებს თავისუფლად შეეძლოთ შეექმნათ სერვერები, მიებათ დომეინები, შეეძინათ IP მისამართები, შეეძინათ გამოყოფილი მონაცემთა ბაზები, storage-ი, ანუ აქ საუბარია ფაილურ სისტემებზე. ანუ ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იყო არა რაღაცა აპლიკაციების დაინსტალირებით და ასე ვთქვათ, დიდი წვალების და შრომის ფასად, არამედ უბრალოდ ერთი დაკლიკებით შეგეძლო შეგექმნა მაგალითად სერვერი. ერთი დაკლიკებით შეგეძლო შეგექმნა მონაცემთა ბაზა. თუ თავიდან მაგალითად სადღაც 10 სერვისი იყო, დღეს AWS-ზე 300-ზე მეტი სერვისია უკვე. გასაკვირი ის არის, რომ ეს shared hosting-ები დღემდე არსებობს. თუ cloud-ი ჯობია shared hosting-ს, რატომ არის მაინც პოპულარული shared hosting-ი? ალბათ იმიტომ, რომ პატარა ვებგვერდებისთვის shared hosting-ი სრულიად საკმარისია. ის არ მოითხოვს ზედმეტ რაღაც ქეშირებას, WebSocket-ებს და ასე შემდეგ. დღეს ბაზარზე რამოდენიმე მსხვილი მოთამაშეა. ნუ რა თქმა უნდა, მე გამოვყოფდი 3 დიდ კომპანიას. ეს არის Amazon-ი და მისი AWS-ი, Microsoft-ი, Azure-ით და რა თქმა უნდა Google-ი თავის Google Cloud Service-ით. ყველამ ვიცით, რომ AWS-ი ბაზრის ყველაზე დიდ ნაწილს იკავებს. თუ არ ვცდები, მერე მოდის Azure და მერე მოდის Google-ი. სამივე კომპანია თავისი სერვისები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ნუ იქ რაღაც გადათამაშებაა, სახელებია განსხვავებული და ასე შემდეგ. თორე სერვისების მხრივ თითქმის ერთ და იგივეს თავაზობ. აზიაში ძალიან პოპულარულია Alibaba Cloud-ი, ასევე არის Oracle-ის Cloud-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცნობილი Oracle-ის კომპანიის მიერ შემუშავებული, თუმცა მან სამწუხაროდ დააგვიანა ბაზარზე შემოსვლა და ის ისეთი პოპულარული არ არის დღესდღეობით.
არის პატარა მოთამაშეები, მაგალითად, როგორც არის Digital Ocean. ის უფრო მცირე პატარა კომპანიებისთვის არის გათვლილი და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ კარგად არის მორგებული მაგ ბაზარზე. ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ თანამედროვე აპლიკაციები უკვე ითხოვს multi-cloud ინფრასტრუქტურასთან ადაპტაციას. რას ნიშნავს ეს, ხომ? აპლიკაციებს თლიან, ასე ვთქვათ, სისტემას უნდა შეეძლოს ადვილად deployment-ი ნებისმიერ cloud-ზე, ხომ? ანუ თუ დაუშვათ ვართ AWS-ზე, დღეს შეიძლება ხვალ კლიენტმა გთხოვოს, რომ მე ვიყენებ Google Cloud-ს და მინდა რომ ეს შენი აპლიკაცია Google Cloud-ზე გაეშვას, ხომ? აქ საკმაოდ ცნობილი ტექნოლოგია ამარტივებს ამ ყველაფერს თავის კონტეინერებით და Terraform-ით, რომელზედაც რა თქმა უნდა ცალკე ჩავწერთ ვიდეოს, სადაც ავხსნით ამ თემას, მაგრამ დღეისთვის ალბათ სულ ეს არის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.